საუბრობთ თემაზე რა განსხვავება ებრაელსა და არაებრაელს შორის. ცოტა მგრძნობიარე თემაა და ვთხოვ გამჩენს, რომ სწორი სიტყვები ჩამიდოს პირში და სწორად მალაპარაკოს და ვისთანაც უნდა მიიტანოს ჩემი ნათქვამი მიიტანოს და გააგებინოს. Amen, keni ratzon. Es shiuri igos לרפואה שלמה של נעמי בת שרה לרפואה שלמה אסתר בת שרה ולכלל עם ישראל, אמן ואמן. אוקיי, რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე შეკითხვა ჯგუფში და დავწერე რა განსხვავება ებრაელსა და არაებრაელს შორის და მოყვა ძალიან ესეთი ასე ვთქვათ ხმაური, ესეთი გამოხმაურება, ისე კომენტარებში იმდენად არა როგორც პირადში მიწერ მოწერა, ოკეი, რომ ზოგი მთხოვდა რომ წამეშალა, რომ არ დამეწერა, რომ მე ვინავა რომ ესე ვწერ, არა აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა მოუხადო ყველა იმ ჯგუფის წევრს, რომლებმაც პასუხი, ასე ვთქვათ, კომენტარებში დაწერეს თავიანთი საკუთარი აზრი, არ აქვს მნიშვნელობა რა აზრი ქონდა, თავარია რომ გაგვიზიარეს თავიანთი პირადი აზრი, თუნდაც პირადში გამომიგზავნეს და მომწერეს, ყველას დიდი მადლობა. ყველას ხსმენია ჩვენ და არაერთხელ რომ ჩვენ ებრაელები ვართ რჩეული ხალხი, რომ აკადოშ ბარუხი სხვა ხალხისგან გამოგვარჩია და დაგვავალა გარკვეული მიზნის შესრულება. ამაზე ლაპარაკობს ყველა, დიდი თუ პატარა, არ აქვს მნიშვნელობა დიდი თუ პატარა წლოვანებით, საუბარია, ასე ვთქვათ, ყველაზე, იყოს ებრაელი თუ არა ებრაელი, სულიერად რა საფეხურზეც არ უნდა იდგეს, ყველა საუბრობს ამ თემაზე. რანაირი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, თუნდაც უბრალო ადამიანი იყოს ჩემსავით, ყველა ჩვენს გარშემო, ყველა საუბრობს ამ თემაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოდი ასე ვთქვათ, ყველა ასე გარშემო წრეს ურტყავს და თვითონ თემას კონკრეტულად მის არს რატომღაც უვლის გვერდს. ყველა სხვადასხვა მიზეზების გამო, ყველას აქვს რაღაც კონკრეტული მიზეზი, ზოგს ეშინია ამ თემაზე საუბარი, არ ვიცი გარკვეული მიზეზების გამო, არ აქვს მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, ახლა დღეს რასაც ვილაპარაკებ, გააკვირვებს ებრაელებსაც და არაებრაელებსაც, იმიტომ რომ ბევრს გონია, რომ ეს თემა არის, არ ვიცი, შოვინისტური, რასისტული, არ ვიცი, ვის როგორ მიაჩნია, რომ იწვევს კონფლიქტებს, რომ ამ თემაზე არ უნდა ილაპარაკო, რომ ჯობია ზმეიკა დაიკერო პირზე და ასე შემდეგ, სულაც ასე არ არის. თავარია, თუ არ დავსვათ ამ შეკითხვას, ვერ გავიგებთ რა გვავალია ჩვენ. და დავიწყოთ. ოკეი. როცა ადამიანი ამბობს დაუშვათ ებრაელის 613 მიცვა. ან რჩეული ხალხი უბრალოდ რა გვავალია ჩვენ რჩეულ ხალხს. თითქოს ამ შეკითხვაში არავინ ისეც არაფერს არ ხედავს, მაგრამ საკმარისია თქვა ებრაელი და არაებრაელი, ესე უკვე ყველას რაღაც გარკვეული პრეტენზია უხდება და ყველა, ასე ვთქვათ, გვერდიდან ესე ირიბად უყურებს ამ შეკითხვას. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ვისაუბრო ზუსტად ამ თემაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავსვათ წერტილი იმაში, რომ ამ შეკითხვაში არაფერი ცუდი არ არის, შებრუნებულად უნდა ვისწავლოთ რა გავაკეთოთ.
რამე თუ გვასწავლეს ჩვენმა ბრძენებმა, ნათქვამია, რომ ჯობია მიიღო სინამდვილე, რომელიც გატკენს, მაგრამ გამოგაჯამთელებს, ვიდრე დაეთანხმოთ ყუილს, რომელიც იმ წუთში გასიამოვნებს, მაგრამ მოგკლავს. ამიტომ უნდა ვიყოთ ყოველთვის ემეთი. ანუ ყოველთვის უნდა ვიყოთ სიმართლის მოყვარულები და სიმართლის გამკეთებლები, სწორედ ეს არის ჩვენი დანიშნულება. როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ გალუთში, არაებრაელების გარემოცვაში, ასე ვთქვათ, ხო, არაებრაელთა შორის ვიქცევით, როგორც არაებრაელები იქცევიან. ნამდვილად ასე ჩანს, რომ ჩვენ შორის ნამდვილად არანაირი განსხვავება არ არის. ამიტომაც ხშირად გაგვიგია ხოლმე, რომ ამბობენ, რას იძნელებს საკუთარ ცხოვრებას, ხომ ებრაელს ეუბნებიან, ან კიდე ჩვენ ყველა ერთი ღმერთის ქვეშ დავდივართ, ან ადამიანი იყავი და სადაც გინდა იქ ილოცე. ეს ყველაფერი, ეს და სხვა ესეთი მსგავსი გამოთქმები, ყველა არაებრაელების გამოთქმებია, არავის არ ეწყინოს. თქვენ თვითონ მოიძიეთ, თუ გაინტერესებთ, საიდან მოდის ეს გამოთქმები, რას ქვია ცხოვრება არ გაიძნელო. ანუ მოდი რა, არ დაიცვა რა მიცვები, მოკლედ და კონკრეტულად. ხო, ოღონდ მიცვები არ არის საუბარი, ცხოვრება არ გაიძნელო, ოკეი? ან კიდე და უშუალოდ ჩვენ ყველა ერთი ღმერთის ქვეშ დავდივართ. არ არსებობს ეგეთი გამოთქმა ებრაელებისთვის, რა არსებობს? ის არსებობს, რომ ჩვენ ყველა ერთმა გამჩენმა შეგვქმნა. ეს იმას არნიშნავს, რომ ჩვენ ღმერთის ქვეშ დავდივართ. შებრუნებულად ჩვენ ვამბობთ ებრაელები, რომ ჩვენ გამჩენის გზაზე დავდივართ და არა გამჩენის ქვეშ დავდივართ. ჩვენ ვამბობთ გამჩენის კალთა გვეფაროს, ხო? ამ გამოთქმებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. არსი აბსოლუტურად სხვადასხვა არის. და ან კიდე როგორც თქვი და უშუალოდ რო ამბობენ, ადამიანი იყავი და სადაც გინდა იქ ილოცე. ესე იგი, რამე შემიძლია ახლა წავიდე და არ ვიცი, რომელიმე აბოდაზარაში შევიდე და ვილოცო, ხას ხალილა. რატო? ესე იგი, ებრაელს შეუძლია რომ ეკლესიაში შევიდეს და ილოცოს, თუნდაც რეფორმისტების, არ ვიცი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სალოცავებში. არავითარ შემთხვევაში, ამიტომ ეს ყველა გამოთქმები არის არაებრაელების მოგონილი და მოდით ჩვენ ებრაელები ამას ნუ გავიმეორებთ. რამე თუ ეს შეცდომა არის, ძალიან დიდი შეცდომა არის და როცა ებრაელი არა მარტო ამბობს ასე, არამედ იქცევა კიდეც, რა გამოდის? დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ, ყოველმა თქვენგანმა. არსებობს წიგნი ესეთი რამხალის, რასაც ქვია დერეხ ჰაშემ, ანუ გზა გამჩენისა, ვისაც აინტერესებს, სადაც რამხალი საუბრობს სწორედ ამ თემაზე. თუ რა განსხვავებაა ებრაელსა და არაებრაელს შორის. რამხალი წერს, რომ გამჩენმა ეს სამყარო შექმნა, უпроსტად ამბობს, რომ გამჩენმა შექმნა სამყარო, რომელშიც ყველა თანასწორ უფლებიანია გარკვეული მიზნის შესასრულებლად, ოკეი? უნდა გავიგოთ სწორად, რას ამბობს რამხალი. ანუ ადამიანი ხო, გამჩენმა რა შექმნა, ხო? რასაც ქართულად ქვია უსულო საგანი, ან მცენარე, ან ცხოველი, ხო? და მოლაპარაკე, ჩვენ ადამიანები ვართ, ხო? მოლაპარაკე, რომელსაც თავისი საფეხურებიც გააჩნია და აქ არის ადამიანი, რასაც ქვია ქართულად ეწოდება და ებრაელი, ხო? ეს აბსოლუტურად სხვა საფეხური არის. მაგრამ თანასწორუფლებიანობაზე რამხალი საუბრობს რა გაგებაში? იმ გაგებაში, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორუფლებიანია გარკვეული მიზნის შესასრულებლად და ამ მიზანს რა ქვია? მიეკროს გამჩენს. გამჩენისადმი მიკრობა თორაში რამდენიმეჯერ გვაქვს ნახსენები, ხო? დვეკუთ ლეაშემიდბარა, ხო? რასაც დვეკუთ ქვია, დვეკუთ ლებორებარო, ხო? ანუ ჩვენ გამჩენმა შეგვქნა იმისათვის, რომ
გარკვეულ მიზანს ვემსახუროთ, ოკეი? და ყველა ადამიანები ჩვენ ვართ ფაქტიურად თანასწორუფლებიანები, ყველამ ერთნაირად უნდა შევასრულოთ ეს, ანუ ყველა უნდა ვცადოთ, გამოვასწოროთ ჩვენი საკუთარი თავი. ეს რას ნიშნავს გამოვასწოროთ საკუთარი თავი? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პირადი სურვილები გადავაქციოთ გაცემის სურვილად, ანუ რასაც ქვია რაცონ ლეკაბელ აცმი ივრითულად, ხო, ყაბალისენით გადავაქციოთ რაცონ ლეაშპია, ანუ სხვებზე ზეგავლენა რასაც ქვია, რა თქმა უნდა, აქ საუბარია ზეციური სინათლის ორ ენსოფის მიღებაზე, ხო? ანუ რა გამოდის, დაუშვათ კინა, სინა, პახა, დგას, ეს ანუ ქართულად როგორ არის შური, სიბრაზე, ეს ცუდი, უარყოფითი, დამახასიათებელი, რაც არის ადამიანში, ეს ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ჩვენ თავში და გადავაკეთოთ ბედნიერებად, სიხარულად, სიყვარულად, ხომ? და აი, სწორედ ეს აგვაქვს დავალებული. და რა გამოდის, ვინაიდან პირველი, ანუ ადამიანის შექმნიდან პირველი 2000 წლის განმავლობაში ადამიანებმა, ასე ვთქვათ, კაცობრიობამ ვერ მოახერხა ამის შესრულება, ამ მიზნის შესრულება, გამჩენმა, ასე ვთქვათ, გამოიყენა ახალი საშუალება, ასე ვთქვათ, მოგცა ტიკუნი, ახალი გზა, დერეხ, შორეშ ახერეთ, რითიც უნდა ჩვენ მივიდეთ, მივახციოთ აი ამ მიზანს, რომელიც დაგვესახა გამჩენიდან. ანუ ფაქტიურად კი იყვნენ ხალხი, რომლებმაც პირადად მიაღწიეს ამას დვეკუთლეაშემ, რასაც ქვია, მაგალითად მეთუშელახმა, ხანოხმა, ნოახმა, შემვეევერმა, ოღონდ მათ ვერ შეძლეს აი ამ საკუთარი მიღწეულის სხვებზე გადაცემა, სანამ ავრამ ავინუ არ მოვიდა ამ სამყაროში, ესე იგი ადამიანის შექმნიდან 1948 წელს თუ არ ვცდები, ავრამ ავინუ დაიბადა და ავრამ ავინუ მიაღწია ამ საფეხურს და ესე იგი როგორც გამჩენმა ამოარჩია, ანუ ავრამ ავინუ ერთი ფუძე, რასაც ქვია შორეშ ავრამ ავინუსი და შექმნა ხალხი, რომელსაც დაავალა ამ მიზნის შესრულება, რომელიც აქამდე კაცობრიობამ ვერ შეასრულა. რა არის ამაში ცუდი, ხო? ამაში არაფერი ცუდი არ არის. შებრუნებულად ჩვენ დაგვევალა ის, რაც თელმა იმ დროინდელმა კაცობრიობამ ვერ შეასრულა, რომ ჩვენ შევასრულოთ ამ შემთხვევაში. ესე იგი ავრამ ავინუმდე ვინაიდან არ ხდებოდა აი ამის გაკეთება, ანუ ცუდი თვისებების შეცვლა ადამიანის მიერ, დასადგურდა სოფლიოშიო რა იტმალა აულამ ბერა, ну რა ეს არის, ასე ვთქვათ, ცუდი ბოროტს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ბოროტი ეს არ არის, საერთოდ სიტყვა ბოროტი ცოტა სხვანაირი შინაარსისა არის, ასე ვთქვათ, ცუდმა დაისადგურაო მთელ სამყაროშიო და ცუდი, ну რა არის, ცუდის განმარტება, ჩავთოთ ახალი ამბები და უსმინოთ, ხო? ყველაფერი რაც გინდა და რაც არ გინდა, ყველაფერი შეგიძლიათ მოისმინოთ, ხო? ვინ მოკლა, ვინ რა გააკეთა, ვინ ვის მოპარა და ასე შემდეგ, ხო? ლაშონარა. ოკეი, და წარმოიდგინეთ, რომ ავრამ ავინუს დრომდე აი ეს რასაც ქვია, ეს ცუდი ძალიან უფრო დიდი აშკარა იყო და ძალიან უფრო დიდი რაოდენობით იყო. ამიტომ გადაწყვიტა გამჩენმა შემოიტანოს ჩვენს ცხოვრებაში ტიკუნ, რასაც ქვია, რათა ჩვენ გამოვასწოროთ ჩვენი საკუთარი თავი ადამიანებმა და ვინაიდან, ესე იგი, დაუბრუნდები ამას, რომ ვინაიდან თვითონ ხალხმა ვერ შეძლო
ამის გაკეთება, ამოარჩია ერთი ფესვი აბრაამ ავინო და აბრაამ ავინოდან შექმნა ხალხი, რჩეული ხალხი შექმნა ჩვენ, რათა ჩვენ შევასრულოთ ადამიანებისათვის დაკისრებული ვალდებულება, ანუ გამოვასწოროთ ჩვენი თავი, მივიღოთ გამჩენის სინათლე და გადავცეთ სხვა დანარჩენ ხალხს. ესე იგი, რა გამოდის, რომ როცა ებრაელი ამბობს, რომ აი არ გავიძნელებ საკუთარ თავზე, ან უარს ამბობს ამ ტიკუნზე, ხო? რა გამოდის, რომ უბრალოდ მოდი ასე ვთქვათ, ადვილისათქმელია, ხო? რას აკეთებს, ეწინააღმდეგება გამჩენის ნებასვერულს. მოგვიფონოს გამჩენმა ყველას მეც და ყველა ისრაელის შვილსაც, ამენვე ამენ, იმიტომ რომ ადვილია სათქმელად და შესასრულებლად რთული. გამოდის ყველა აქედან აქამდე რაც ვთქვი, რომ სოფლიო სამყარო ვერ მიიღებს შეპირებულ ზეციურ სინათლეს, სანამ ებრაელმა საკუთარი თავი არ გამოასწორა და არ მიიღო ეს სინათლე პირადად, რათა გადასცეს სხვა ერებსაც. რაც უფრო მეტად შორდება ებრაელი, ან იშორებს, მოდი ასე ვთქვათ, თავიდან აი ამ პასუხისმგებლობას გარკვეული მიზეზების და გამო, მიზეზი ყოველთვის არის, მით უფრო მეტი გაჭირვება მოდის ზეციდან, ხო? ლოალენო. რაც უფრო გაურბის ამ პასუხისმგებლობის შესრულებას, უფრო მეტად უჭირს არა მარტო თვითონ ებრაელს, არამედ მთლიანად ჩვენს ერს და მთელს მსოფლიოს. ებრაელი არ მოსულა ამ ქვეყანაზე იმისთვის, რომ დრო ატაროს, ხო, რასაც ქვია საგულაოდ, ხო? არ მოსულა იმისთვის, რომ თეატრებში იაროს, კინოებში იაროს, კონცერტებზე იაროს, კონკურსებში მიიღოს მონაწილეობა და ოლიმპიადებში რომ მიიღოს მონაწილეობა. სულაც არ არის ეს ებრაელის არანაირი დანიშნულება და არავინ არ იამაყოს იმითი, რომ ჩემპიონია მსოფლიოსი და რაღაც კონკურსში გაიმარჯვა და რაღაც სიგელი მიიღო, რაღაც დიპლომი მისცეს და რაღაცა медаლი ჩამოკიდეს გულზე. იმიტომ რომ აი სწორედ აი ეს სიამაყე, რომ IQ მაღალები ვართ, ძალიან ბევრს სწორედ შურს. ოკეი, მოდი არ ვიამაყოთ, ჩვენ რო ის, რომ ჩვენ გამჩერმა ამოგვარჩია და მოგცა IQ მაღალი, ამით ჩვენ არ უნდა ვიამაყოთ, მოგცა გამჩერმა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ჩვენი საკუთარი თავი და არა იმისთვის, რომ გინესის რეკორდებში ჩავიწეროთ და ნობელის პრემიები მივიღოთ, ხო? საერთოდაც არ გვჭირდება ჩვენ ეს ყველაფერი. ეს არ არის ჩვენი მიზანი. თუნდაც მაგალითად რომ მოვიყვანოთ პირველი მსოფლიო ომის პერიოდი, ხო? მეორე მსოფლიო ომის პერიოდი. რა ხდებოდა ამ პერიოდში? ფაქტიურად ებრაელები ასე ვთქვათ, შორდებოდნენ თავიანთ მიზანს და ამიტომ იწყებოდა, ასე ვთქვათ, რაღაც ომები, ასე მოდი ასე ვთქვათ, ძალიან რთული თემა არის. გამჩენა მომეცი ძალა რომ სწორი ვილაპარაკო.
თუნდაც მაგალითად რომ მოვიყვანოთ ის, რომ ებრაელებმა შექმნეს ახალი ენა, რასაც ქვია იდიშ, ანუ თითქოს და ებრაულის და გერმანულის ნაერთი, ხო? ჩვენ გამჩენისგან დავალებული არ აქვს ახალი ენების შექმნა, ჩვენ არ აქვს დავალებული არც კონცერტების ჩატარება, არც სხვა არაფერი აბსოლუტურად არ გვაქვს დავალებული. თავარია რომ ჩვენ შევასრულოთ რა, გამოვასწოროთ საკუთარი თავი, მივიღოთ გამჩენის სინათლე და გადავცეთ სხვა ხალხს, ყველა ხალხებს. ამისათვის საჭიროა 100%-იანი რწმენა გამჩენში. ადვილი სათქმელია, ხო? მომცეს გამჩენმა პირადად მეძალა და 100%-იანი რწმენა. და ის რომ ჩვენ ვიყოთ გამჩენისადმი 100%-იან რწმენაში, ეს ჩვენ გვავალდებულებს მიცვების შესრულებას, თორის სწავლას, ყოველგვარი გაადვილებების გარეშე. არავინ არ მიწყინოს, ოკეი? მე პირველ რიგში ყველაფერი რასაც ვამბობ, პირველ რიგში ვამბობ ჩემ თავზე. მე არავის არაფერს არ უბრძანებ და ღმერთმა დაიფაროს არავის არაფერს მე პირველ რიგში ვსწავლობ მე თვითონ და ჩემ თავისთვის ვიძნელებ და ჩემთვისაც ძნელია, ოკეი? მე უბრალოდ ვამბობ იმას, რაც სიმართლეა. გავმეორდები თუ გინდათ, სიმართლე კაწრავს ადამიანს, ატკენს, მაგრამ გვაჩამსაღებს, ოკეი? ყურნავს. ჯობია ვიყოთ შორს ტყუილისგან, ვინაიდან როცა ტყუილს ვეხუტებით, სიმართლეს ვერ ავყოულობთ და ყველაფერი დანარჩენი თორის გარდა არის ტყუილი. ის ვისაც ჯერა რელიგიების, სექტების არ აქვს მნიშვნელობა რა, ის ყველა ეხუტება ტყუილს. ტკივნეულია, არა უშავს ეთკინოს გული. გამოაჯამრთელებს ეს გვიწერია რომ ემეთ მერაპა. ოკეი, ემეთ მერაპა. სიმართლე, სინამდვილე და ჭეშმარიტება გყურნავს ჩვენ. ემწუთში გული გვტკივა, მაგრამ გამყურნავს ჩვენ გამჩენი ამისგან, ვიდრე ტყუილს ჩავეხუტოთ, ხვსიამოვნებდეს ახლა ჰაიჰარალო და გკლავდეს ხასვეხალილა ჩვენ. როცა ადამიანი, მოდი ესე ვთქვათ, როცა ებრაელი დაიბადა ებრაელის ოჯახში, როცა ებრაელად მოევლინა ამ სამყაროს, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ გამჩენისგან მასში არის უკვე ჩადებული გარკვეული პოტენციალი, რომ შეასრულოს მიცვები. მეტი არანაირი განსხვავება არ არის ებრაელსა და არაებრაელს შორის. ანუ ჩემში არის უკვე პოტენციალი, რომ შევასრულო გარკვეული მიცვა. შევასრულებ თუ არ შევასრულებ, ეს უკვე ხირა, რასაც ქვია, გამჩენმა უკვე არჩევანის უფლება მე მომცა. და როცა ებრაელი არ ასრულებს არ იყენებს ამ თავის პოტენციალს, მოდი ესე ვთქვათ, მასში ჩადებულ გარკვეულ ენერგიებს, რა გამოდის, რას წააგავს ეს? ეს წააგავს ხორბლის მარცვალს, წარმოიდგინეთ ხორბლის მარცვალი, შრალად ისე მაგიდაზე რო დავდოთ, ან ტომარაში ჩავყაროთ და შემოვდგათ თაროზე. არანაირ მოსავალს არ მოიტანს, ხომ ეს ხორბალი? სანამ ამ ხორბალს ჩვენ არ მივცემთ გარკვეულ გარემოს, სანამ არ დაუშვათ არ ჩაიდება ეს ხორბლის მარცვალი მიწაში, არ მოირწყვება, არ მოიხმება, ხო? ყველას თავისი პროცესი აქვს. მანამდე ის ნაყოფს ვერ მისცემს, ხო? ზუსტად ესეა ჩვენი პოტენციალი. დღეს ჩვენ ვხედავთ, ხომ? ჩვენ ბევრი ებრაელები ვართ, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენში ჩადებულ ამ პოტენციალს არ ვიყენებთ, ხო? ვიადვილებთ ჩვენ თავზე, მოდი ესე ვთქვათ. ამას რა მოყვება? ამას მოყვება ის, რომ პირველ რიგში ჩვენი უპასუხისმგებლობა ქვია ამას. და ჩვენ ესე წავაგავართ ტომარას, რომელშიც მოთავსებულია მარცვალი.
რომელსაც არანაირი ნაყოფი არ მოაქვს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ტომარა, ოკეი? ჩვენ უნდა ვიყოთ მარცვალი, რომელიც იძლევა ნაყოფს. ამბობენ ჩვენი ბრძენები, რომ ებრაელი, რომელიც ამ თავის პოტენციალს არ იყენებს, არაებრაელზე უფრო დაბალ სულიერ საფეხურზე იმყოფება. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ოკეი? შეგიძლიათ შეამოწმოთ, გადაამოწმოთ, წაიკითხოთ და გამოიტანოთ თქვენი დასკვნები. კაბალის მიხედვით კდუშა, სიწმინდე, ხო, რასაც ქვია, ეს არის სინათლის გადასაცემად გამზადებული ჭურჭელი, ასე ვთქვათ. ხელსაწყო ან ჭურჭელი, ასე ვთქვათ. ანუ როცა ებრაელი საკუთარ თავს, საკუთარ თვისებებს ასწორებს, ამით იწმინდება და ხდება საშუალება, რომ მიიღოს ზეციდან მოწოდებული სინათლე, წყალობა გამჩენისა და არა მარტო მიიღოს, არამედ გადასცეს. ზოგს გონია, რომ აი მე უკვე ვიცი, მე თორა წავიკითხე, მე რა მაქვს გამოსასწორებელი, ჩემზე მეტი სხვებს აქვთ გამოსასწორებელი, სხვებმა ისწავლონ, ოკეი? საკმარისია უკვე რაც ვისწავლეთ. ჩვენ ებრაელები არა ვართ შედარებული ჭიქაში ჩასხმულ წყალს. ჭიქაში წყალი რო ჩაასხა, არანაირი, ასე ვთქვათ, ტოილეტ ამას არ მოაქვს, არანაირი სიკეთე ამას არ მოაქვს, ხო? ჩვენ უნდა გადავცეთ სინათლე, ანუ ჩვენ უნდა დავემსგავსოთ, წარმოვიდგინოთ წყლის გადამტანი მილი, რასაც ქვია, ხო? წარმოვიდგინეთ, რომ მილში გადის წყალი, ხო? თუ მილი ჭუჭყიანია, როგორ წყალს გადაიტანს? ჭუჭყიანს, ხო? თუ ჟანგიანია, ისიც ჟანგიანს, ხო? ანუ ჭუჭყიანი წყალი გავა, ხო? სხვებთანაც მიედინება, ან მასში ჭუჭყიანი და გადასცემს სხვასაც ჭუჭყიანს. და როდესაც წყალი დაუშვათ გაყინულია, მოდი ასე ვთქვათ, გაყინული რატო ვახსენე ახლა, იმიტომ რომ დაუშვათ ებრაელი ხასვეხალილა უარს აცხადებს საკუთარი მიზნის შესრულებაზე. რა გამოდის? რომ გაყინულია, ხო? ასე ვთქვათ, დროებით შეჩერებული აქვს თავისი მასზე დამყარებული მიზნების შესრულება, ხო? ნუ არ ვიცი ზუსტად როგორ გამოვთქვა ქართულად, ბოდიშს მოვიხდი ასეთი უხეში ქართულისთვის. მაგრამ მაინც მე მგონი ავხსენდი ზუსტად, ანუ თუ გამჩენმა მე დამავალა რამის შესრულება და რამეს არ ვასრულებ, ანუ მე თითქოს და გაყინული ვარ, ხო? თუ მილში წყალი გაყინულია, ის არც გაყინულია თვითონაც, ანუ წყალი გაყინულია და არც არავის არაფერს არ გადასცემს, ხო? არც ამას მოაქვს არანაირი სარგებლობა არავისთვის. ანუ ებრაელი ყოველთვის მუდმივად უნდა იყოს გაწმენდის პროცესში. ეს არ არის ჩვენი სამუშაო, ეს არ არის დროებითი, რომ აი მე 1 წელი ვისწავლე, 10 წელი ვისწავლე და საკმარისია რაც ვისწავლე. ეს არის მუდმივი სამუშაო. იმისთვის რომ ვიყოთ წმინდა, უნდა მუდმივად მუშაობდეთ, რათა ჩვენც მივიღოთ ზეციური სინათლე და ალა გადავცეთ კიდევაც სხვა ხალხებს. ამაში ცუდი მე მგონი არაფერი არ არის, ხო? რამდენადაც მახსოვს ბაალა სულამი წერს წიგნში მატანთოღა სვავს შეკითხოს, სწორედ იმ შეკითხოს, რომელსაც ყველა სვავს დღეს და პასუხის გაცემა არავის არ უნდა რომ მოისმინოს. რა განსხვავება ებრაელსა და არაებრაელს შორის და საერთოდ რჩეული ხალხი, რასაც ქვია, არის თუ არა საერთოდ დაკავშირებული შოვინიზმთან, რასიზმთან. წაიკითხეთ ეს წიგნი, გირჩევთ ყველას. ბაალა სულამი ამბობს, რომ მხოლოდ გირს შეუძლია იგულისხმოს, რომ ამ შეკითხვაში არის რაიმე რასიზმი, ან შოვინიზმი, ან რამე კონფლიქტის გამოწვევა შეიძლებოდეს. ხო, ჩემი სიტყვები არ არის
ბაალა სულამი მოისმინეთ, ხო ყველას გიყვართ ჩვენ თაობაში კაბალა, ხომ? კაბალა ეს მისტიკა არ არის და ეს არ არის რაღაც გამჩენის სახელების ამოკითხვა და რაღაც ზღაპრების მოგონება, როგორც ბევრი ზოგჯერ წერს ხოლმე კომენტარებში თუ პირადებში, როგორც წაიკითხოს ესა თუ ის სიტყვა, რომ რაღაც გააკეთოს, ხო? კაბალა ეს არის პირველ რიგში ჩვენი თვისებების გამოსწორება. ანუ გამოვასწორე საკუთარი თავი, მივიღე გამჩენის მიერ მოწოდებული სინათლე და გავუშვი პირდაპირ, ხომ? გადავაწოდე სხვა ერებს. და ბაალა სულამი ამბობს, რომ მხოლოდ გის შეუძლია, რომ აი ესეთი შეკითხვა დასვას და თქვას, რომ აი ეს შეკითხვა საერთოდ რასიზმთან და შოვინიზმთან არის დაკავშირებული. ჩვენ ებრაელებს გვეწოდა ამშეი კოდეშ, ანუ ხალხი, სიწმინდის ხალხი, ან წმინდა ხალხი, მე მგონი სწორად ვთარგმნი, და ჩვენ უნდა ყველანაირად დავიმსახუროთ აი ეს ჩვენი წოდება, რაც მოგვეცა გამჩენისგან. თუ ჩვენ არ შევასრულებთ, ჩვენ არ ვართ ამშეი კოდეშ და რა თქმა უნდა არანაირი განსხვავება ჩვენ შორის არ არის ებრაელებსა და არაებრაელებს შორის და რა თქმა უნდა არავის არ ეწყინოს, რომ ჩვენი ბრძენები ამბობენ, რომ თუ ებრაელი თავის პოტენციალს არ იყენებს, გავმეორდები, არაებრაელზე დაბალ სულიერ საფეხურზე დგას. ოკეი? დავფიქრდეთ, ერთხელ კი არ უნდა დავსვათ ეს შეკითხვა. ჩემი აზრით, ფურცელზე უნდა დავწეროთ და ჯიბით ვატაროთ. ნებისმიერი კოსტუმის ჯიბეში უნდა ჩავიდოთ. ეს წინადადება, რომ დღეში ერთხელ მაინც შევხედოთ და გაგვახსენდეს ჩვენი დანიშნულება. იმის მაგივრად, რომ ჩვენ გადავიღოთ სხვა ხალხისგან რაღაც გარკვეული გაუკუღმართებული ჩვევები, სტადიონებზე სიარული, ბურთის გარშემო და რაღაცების თამაში, ოლიმპიადები და კონკურსები, ჯობია ჩვენ მოვიქცეთ სწორად და სხვა ხალხმა ისწავლოს ჩვენგან სწორი ქცევა, არამედ თუ სწორედ ეს არის მიზანი გამჩენისა და სწორედ აი ამ მიზნის შესასრულებლად დაგვერქვა ჩვენ რჩეული ხალხი. ხომ ჩვენ გვიწერია, რომ მომავალში ყველა ერი მოემსახურება მხოლოდ ერთადერთ გამჩენს, იქნება ერთადერთი რწმენა და ამოვლენ ჰარაბაიტზე, რათა თაყვანისცენ კადოშ ბარუხოს. როგორ მოხდება ეს და როდის მოხდება? როცა ჩვენ ებრაელები შევასრულებთ პირველ რიგში ჩვენზე დაკისრებულ მიზანს. დაგვამადლიანოს გამჩენმა ჩვენ დღეებში, რომ მასიახი მოგვიბრძანოს და მასიახზე დაწერილი არის ასევე, რომ მასიახი რომ მოვა ასწავლის არაებრაელებს, როგორ გამოასწორონ საკუთარი თვისებები, რათა სწორად ემსახურონ ხალხს. ოკეი, სწორედ ეს არის მასიახის დანიშნულება. ზღაპრები არ მოყვეს არავინ და ჩვენს თაობაშიც ისე როგორც ადრე აქამდეც ყოველთვის იყო ცრუ მასიახები და დღესაც არის, გამგები გაიგებს და მიხვდება, დღესაც არის, რომ ამბობენ, რომ ეს მასიახია, ეს მასიახია, ჩვენ არ ვიცით ვინ არის, მაგრამ სანამ ჩვენ არ ხედავთ, რომ არ სრულდება ის, რაც დაწერილია, მასიახი ჯერ არ მობრძანებულა, გამჩენმა დღეს რომ მოგვიბრძანოს გამჩენმა მასიახი, დავმადლიანდეთ, ამენ ვე ამენ. კიდე მინდა ერთხელ თქვა და დაუბრუნდე იმას, რომ თუ ჩვენ არ შევასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მიზანის შესრულებას, ჩვენ არ შევასრულებთ ის, რაც ჩვენ დაგვეკისრა, მოდის ზეციდან ჩვენზე ცაროთ, გაჭირვებები, უფრო მეტი გაჭირვებები და არავინ არ თქვას, რომ იმან ვიღაცამ პოლიტიკაში გადაიყვანოს, იმან იმასთან ომი დაიწყო, მან ესე თქვა, იმან ესე თქვა. ეს ყველაფერი არის ზღაპრები. ყველაფერი დამოკიდებულია პირადად ჩვენზე, ებრაელების საქციელზე და მეტი არაფერზე. ვისაც წაუკითხია ჰიტლერის იმახშემო, Mein Kampf რო დაწერა, ხო, ჩემი ბრძოლაო.
წაიკითხეთ, მე გირჩევთ სხვათა შორის, რომ წაიკითხოთ ივრითულად, სხვათა შორის არ იყო ნათარგმნი და ამ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ითარგმნა ივრითულად, ქართულადაც არსებობს. მაქვს მე ქართულადაც ფაილი. წაიკითხეთ, რაები უწერია. რას ებრძოდა ჰიტლერი? რო ეკითხათ ნაცისტებისთვის, ფაშისტებისთვის, რატო აკეთებ იმას, რასაც აკეთებ? ისეთ პასუხს გაგცემდათ, რომ არანაირ ჩარჩოში ეს არ ჩაჯდებოდა. რაღაც ჭკუა გადასული ადამიანის პასუხს მიიღებდით. თვითონაც არ იცოდნენ, რატო აკეთებდნენ ამას. მაგრამ აი ეს წიგნი, რომელიც ახლა ვახსენე, მისი დაწერილი, Mein Kampf-ში რა უწერია? რომ ის ებრძოდა, ასე ვთქვათ, ებრაელ ინტელიგენციას. ანუ მოდი ესე ვთქვათ, გადაგვარებულ ებრაელებს, ან გაქრისტიანებულ ებრაელებს, რომლებიც ხელოვნებაში მოდიოდნენ, მეცნიერებაში მოდიოდნენ, იგონებდნენ 1000 რაღაცებს, ხო, ასე ვთქვათ, კარლ მარქსის თეორიებს ებრძოდა და ამან კიდევ უფრო მეტად გაუღვივა ის, რომ ერე ბრძოლა დაიწყო და რასაც ამდენი მილიონი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა. დახოცა მეოთხე თაობა ებრაელებისა, რომლებსაც საერთოდ არ ახსოვდათ, რომ თვითონ ებრაელები იყვნენ. ზოგი იყო მოდელიც უკვე, რომ არც იცოდა, რომ საერთოდ ებრაელია და უკვე იცოდა, რომ ქრისტიანია და არა ებრაელი, მაგრამ ისინიც დახოცა. რამე თუ მას ესეთი შეხედულება ჰქონდა, რომ ებრაელები საერთოდ უნდა გაწყვიტოს, მარტო იმიტომ, რომ ამბობდა, რომ ჩვენ ებრაელებმა რწმენა წაგვართვეს. ანუ წაიკითხეთ თქვენ თვითონ და გამოიტანეთ დასკვნები. ეს იყო სიგიჟე აქედან რას ამბობდა, რა დევიზი ჰქონდა, იცით? მას რომ არ გინდოდათ, რომ გეცოცხლათ, გეცხოვრათ როგორც ებრაელი, მაინც მოკვდები როგორც ებრაელი. ოკეი? და აი ამ დევიზით ხოცავდა ებრაელებს. ოკეი? რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ აქედან? ჩვენი წინაპრების შეცდომებიდან, ხო? პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ, რომ დაუბრუნდეთ ჩვენს თორას, ჩვენ მიცვებს. ყველაფერი რაც დავალებული გვაქვს დეოღაი და ვედერაბანან, ჩვენი მიცვების შესრულებას გავიძნელოთ ჩვენ საკუთარ თავზე, ვიდრე სხვამ არ გაგვიძნელა გვერდიდან. ხას ვეშალომ. ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენ გვქვია ორ ლაგოიმ, სინათლე არაებრაელებისთვის, ანუ ის სინათლე, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ და გადავცეთ არაებრაელებს. აი ეს არის ჩვენი დანიშნულება. და თუ არ ვასრულებთ, ებრაელი, რომელიც არ შეასრულა თავისი დანიშნულება, ის კიდევ მოდის მომდევნო გილგულში. გილგული ეშამოთ, რასაც ქვია, ქართულად როგორ ამბობენ, რეინკარნაცია, არ მახსოვს ქართულად, ხო, მე მგონი თუ არ ვცდები, სულთა წრებრუნვა, ხო? მოდის სულთა წრებრუნვაში და მაინც შეასრულებს თავის დანიშნულებას. სხვათა შორის ის, ვინც მოკლეს მარტო იმიტომ, რომ იყო ებრაელი, ისინი იმყოფებიან სულიერად ყველაზე მაღალ სამყაროში. ბეიხალოთ ახი გვოიმ, ასე არის ნათქვამი. და გამჩენვა ცუდი არასოდეს არ გვანახოს და ვამყოფოს ყოველთვის თორასთან ახლოს, თორის გარემოში ახლოს, შეგვასრულებინოს მიცვები, დაგვამადლიანოს ბეით-ამიგდაშის ჩამობრძანებას. სულ მალე ჩვენ დღეებში რომ მივიტანოთ ყურბანი და ეს მიცვაც შევასრულოთ. ებრაელები, რომლებიც გალოცში არიან, დამადლიანდნენ, რომ მალე ამოვიდნენ ისრაელში, ვინც უკვე ისრაელშია დამადლიანდნენ, რომ უფრო მეტი მიცვები შეასრულონ. რამეთუ ჩვენ უნდა ვეძებოთ ებრაელებმა მიცვა, რომ იტყვიან სანთლით, კუთხე-კუთხე კიდე რა შემიძლია, რომ შევასრულო. ხალხი ჩვენი წინაპრები ლოცულობდა ადრე, რომ დამადლიანებულიყვნენ ერეთ ისრაელის მიწაზე ამოსვლას. გზახსნილია, რას ფიქრობს, არ ვიცი ხალხი. ყველას თავისი ტიკუნი აქვს შესასრულებელი, მე ჩემი შემასრულებინოს გამჩენვა ბედნიერად და მშვიდობით და ყველას თავისი. და მინდა დღევანდელი ჩვენი საუბარი დავამთავრო ერთი ძალიან საინტერესო ისტორიით, რომელიც დაიწყო, მოდი ასე ვთქვათ, თუ გაგრძელდა
ანტიფადა როცა იყო 2000-იანი წლების დასაწყისში, ანუ ებრაელების ტერორისტული აქტები რომ იყო, როცა ჩვენ ისრაელში ამოვედით 2001-ში, მაშინ იყო ძალიან დიდი ანტიფადები. ავტობუსებს აფეთქებდნენ, ხალხს ხოცავდნენ, ცნობილი ფაქტები არის, ხო? 2002 წლის ივლისში, თამუზის თვეში, როცა ამბობენ, რომ ამ თვეში დინები არის, დასახლებაში, რასაც ქვია იტამარ, გახსოვთ ალბათ მოხდა ტერაქტი, ტერორისტი შეიჭრა ებრაელის ოჯახში, რომელსაც ჰყავდა ცოლი და 7 შვილი. აქედან თვითონ ეს ებრაელი ბოაზე ხვა სახლში არ იყო, სამსახურში იყო. 2 უფროსი შვილიც სახლში არ იყო, ანუ ცოლი და 5 შვილი იყო სახლში. შევიდა ტერორისტი, ცოლი მოკლა, ანუ დაცხრილა ქალი, 3 შვილი, 2 ბავშვი შიშისგან შევარდნენ სხვა ოთახებში, დაიმალნენ. ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა ისე, რომ ფეხი მოეკვეთა მთლიანად და კიდე ერთი საწოლის ქვეშ იყო დამალული და მისი მოკლა ვერ მოასწრო, რამე თუ ჯარისკაცები მოვიდნენ საშველად, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა კიდევაც ერთი მშველელი, ასე ვთქვათ, სროლებში, რომელიც მოხდა და სახლმაც იფეთქა და ცეცხლი წაეკიდა, როცა უნდათ იქიდან გამოყვანა დასარალებულებისა. Ყველა სახსოვს, ხო, ეს ცოტა ესეთი მძიმე ის არის, რა ქვია, ისტორია არის და რატომ მოვიყვანა ეს ისტორია. 5 წელი ამის შემდეგ ეს რომ მოხდა, ანუ ცოლი ბოას მოუკლეს ცოლი და 3 შვილი და დარჩა ერთი ინვალიდი ამის გარდა, რომელიც დაჭრილი იყო და კიდევ ერთი გოგო. დაიწყო კვირაში 2 დღე მუშაობა, გარდა იმისა, რასაც მუშაობდა იმაში ამბულანსში, მადა, როგორ არის ქართულად, სასწრაფო დახმარების მანქანაზე, ვალონტერად ქართულად არ მახსოვს როგორ არის, მოხალისედ თუ არ ვცდები და ესე იგი მოხალისე იყო, ეხმარებოდა სასწრაფო დახმარების მანქანებს, თუ იყო დაზარალებულები, ანავადმყოფები ამხნევებდა, უყვებოდა რაღაცებს და შველოდა თუ სადმე იყო ან ტერაქტი ან რაღაცა პირველი თვითონ მიდიოდა მისი სასწრაფო მანქანა. მოკლედ უკვე ყველამ გაიცნო იმის მერე ის რაც ტერაქტი მოხდა და ასე ვთქვათ, ყოველთვის ცხელ წერტილში თვითონ იმყოფებოდა. 5 წელი რო გავიდა, გადაწყვიტა რომ ცოლი მოეყვანა ისე, 5 შვილის დედა და ცოლი რო დაფეხმძიმდა, ძნელი ფეხმძიმობა ჰქონდა და როცა მივიდნენ საავადმყოფოში გასასინჯად, აღმოჩნდა რომ 3 ტყუპი ყავს, 3 ტყუპს ელოდება და შეეძინათ 3 ტყუპი. ეს 3 ტყუპი რო გაიზარდნენ ცოტა, 2 წლინახევრისანი რო გახდნენ, ესე იგი საუბარი როდეს ეს 2002-ში მოხდა ტერაქტი, 5 წლის მერე 2007 და პლუს დაახლოებით 2010-ში, ხო, ეს 2009-2010 წლის ამბავი არის. ეს ბავშვები 2 წლინახევრისანი რო გახდნენ, ანუ როცა დაიწყეს ტიკ-ტიკი, რასაც ქვია, წინადადებების თქმა, ასე ვთქვათ, 3-ვე ბავშვმა მშობლები გააკვირვა, არა მარტო მშობლები, საერთოდ ყველა აბსოლუტურად ისრაელში, ვინც გაიგო მათი ისტორია. ერთი ბავშვი მივიდა მამასთან და უთხრა, რომ მოდიო განახო მეო სად მომკლაო ტერორისტმაო და დაანახა ადგილი, სადაც დაცხრილეს. მეო ამ ადგილზეო დედასთან ერთად მომკლაო იმ კაცმაო ბავშვმა თქვა. ტიკ-ტიკით, ხო, ან თავისი ბავშვური ენით. მეორე ბავშვმა მიიყვანა მამამისი და დედამისი სურათთან, რომელიც კედელზე იყო და უთხრა, რომ აიო მე ეს ვარო, მეც ვიკა ვარო, მე რომელიცო მომკლესო დედასთანო და ძმასთან ერთად. ოკეი? და მესამე ბავშვმა კიდე დედამის უთხრა, რომ მეო შენო ჩემი მეორე დედა ხარო, მე ერთი დედა უკვე მყავდაო და ახლა შენო ჩემი მეორე დედა ხარო და თავისი სახელი დაასახელა წინა გილგულში, რომელიც იყო, სულთა წრებრუნვაში. ეს ბავშვები როცა დაიბადნენ, მთელი საავადმყოფოს პერსონალი მთავარი ექიმის ჩათვლით ანაბე ხოახს მღეროდა
ბოასთან ერთად და ბოაზი იხსენებს, რომ არასოდეს არ დამავიწყდებაო ეს გრძნობიარე წუთებიო, როდესაც ყველა ჩემს გვერდით იდგაო. ანავე ხუახი წავიკითხოთ ხალხო, ანავე ხუახს ძალიან დიდი ძალა აქვს. დაკავშირებულია კვირის 7 დღესთან, თითოეულ წინადადებას კავშირი აქვს კვირის ერთ-ერთ დღესთან და აერთიანებს კვირის დღეებს შაბათთან. გარდა ამისა, ანავე ხუახი ეს არის გამჩენის სახელის აბრევიატურა, ერთ-ერთი სახელის აბრევიატურა და ძალიან დიდი ძალა გააჩნია. დაგვეხმაროს გამჩენი მოგცეს ძალა იმისათვის, რომ შევასრულოთ ჩვენზე მოცემული მიზნები, ანუ შევასრულოთ ის, რაც ჩვენზე არის დამყარებული, ის, რასაც ხალხი ელოდება ჩვენგან, სხვა ერები, მივიღოთ სინათლე და გადავცეთ სინათლე მათ. დავუმადლიანდეთ მაშიახის მობრძანებას ჩვენ დღეებში და ბეით ამიგდაშის ჩამობრძანებას და კორბანის მიტანას. ამენ, ქენი რაცონ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის. თქვენთან ვიყავი სარა